ოკიტაშვილი გადააბარა ხელმძღვანელობა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა დავით ოკიტაშვილი ეს ადამიანი გახდა კულტურის სახეები ქუთაისში ვალიაშვილის ქალაქი აი ნახე ზონდენ გუთი ქართული ოცნების დღეს შემოესწია ქუთაის და ესენი ყოფილან კულტურისა გილოცა სწორედ ასე ხმაურით დაიწყო ქუთაისის საკრებულოს სხდომა. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ სხდომაზე განსახილველად გამოტანილი საკითხი გააპროტესტა. საკითხი საქართველოს კულტურის პალატისათვის ეგრეთ წოდებული ქუთაისი არენას სულხან საბას ქუჩაზე მდებარე ყოფილი ქარხნის შენობის უსასყიდლოდ უზუფრუქტის ფორმით გადაცემას ეხებოდა. შუშანიამ სხდომაზე სწორედ აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა. ქართულ ოცნებას ქუთაისის განვითარება როდდებოდა პარლამენტს არ წაიყვანდა და დავით ოკიტაშვილს არ გამოგიგზავნიდა. მე ვსვამ კითხვას, რომ არა ესეთი პარტიული აქტივობები ოკიტაშვილის, ივანიშვილთან გადაღებული სურათები, რომ არა რამიშას ოფისის მონაწილეების აქტიურობა და ყველა ეს ამ ორგანიზატორები არიან სწორედ ესენი, მიცემდნენ თუ არა სხვა ნებისმიერ ადამიანს ერთ დღეში 430,000 ლარად შეფასებულ ქონებას უფასოდ წლების განმავლობაში. მე ვთავაზობდი მათ თუ მათ კონცერტის ჩატარება უნდათ. სიმბოლურად ერთ ლარად იჯარით მივცეთ ის შენობა. მივცეთ ნებისმიერ ადამიანს რომ გამოიყენოს. არა, მათ ოკიტაშვილს უნდა გადასცენ ეს შენობა და მან უნდა გადაწყვიტოს ვინ ჩაატარებს იქ კონცერტს და ვინ არა. ეს არის სირცხვილი ქუთაისის და სირცხვილია მე მწვენია და ამას კარაჩი ნამდვილად არ ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას. დღეს ქუთაისის მერი გახდა დათო ოკიტაშვილი. ულოცავ ქუთაისელებს. იგა შუშანიას პროტესტი ქართული ოცნების დეპუტატებმა შეაფასეს. მარეხი ნიჟარაძემ შუშანიას მატყუარა უწოდა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. ბოლოს დაბლოს ერთხელ და სამუდამოდ გიგა შუშანიან ვერ ისწავლის ვერასდროს ამას, რომ ტყუილები არ უნდა ილაპარაკოს ამ ხელა ადამიანმა და ქუთაისში გაზრდილი დაბადებული საფიჭყი. ძალიან ცუდია ის მეორე, რომ თურმე სურათი გადაუღია დავით ოკიტაშვილის ბატონბიძე ივანიშვილთან და ამ სურათებს მიფრიალებს დღეს. ნარკოტიკის მომხმარებელი ლიდერი გყავთ თქვენ. კონკურენცია გამოცხადებული ვინ უფრო მეტად იტყვის და წამოწევს ისეთ საკითხს, რომელიც იქნება ხმაურიანი და ჯერ ვერ გადავაჩვირი. შუშანიას ის რომ ამოარჩევს ძიმე წონოსან პოლიტიკოსებს, ცნობად სახებს და მათ დაარქავს. მისი ჭუით გონია რომ ყველაფერი კეთდება. მოკავა მე რა ვიცი შენ ოპოზიცია გაქვს თუ პოზიცია არ ვიცნობ მე ვარ მოკავაქე და მესაუბრებით ესე მორჩა მე მაზრონებით ვარ ერთი თაობა რაიც ეხა ვიდაოდ ვინ ამდენი წესაა შეტყვიარდი კი არა ნორმალურად ისაუბრე ის როგორც შეშველის ადამიანს ყვა მართლაც მნიშვნელოვანი პროვინცია სტეფანე ჩამოდის და მაგ შეკითხვა გრადოვის დოკუმენტი აწი უნდა წარმოადგინოს თუ იქ რო ღონისძიებები გაიმართა ამდენ ხანს მაშინ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი იმიტომ რომ დეპუტატებს შორის კიდევ ერთი განხილვის საგანი თემასთან დაკავშირებით შენობის მდგრადობა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა არარსებობის საკითხი იყო. სახელშეკრულებო პირობების მიხედვით საქართველოს კულტურის პალატამ კონცერტის გამართვამდე შენობის მდგრადობის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა უნდა წარმოადგინოს. ევროპული საქართველოს დეპუტატის მერაბ მიშველიანის განმარტებით ეს თემა დღის წესრიგში არა მარტო ახლა, არამედ ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში უნდა დამდგარიყო, როცა პირველად გაიმართა ყოფილი ქარხნის შენობაში კონცერტი. ბატონი ილია აბესაძე და სამხარაულის ბიურო უკვე მუშაობენ და მინდა კიდევ ერთხელ სასიხარულო ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ ეს შენობა არის მდგრადი. სხდომაზე წამოყენებულ ბრალდებებს და კითხვებს მოგვიანებით თავად საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოკიტაშვილი გამოეხმაურა. მისი განმარტებით დასკვნა შენობის უსაფრთხოების შესახებ ყოველი კონცერტის დროს წინასწარიდება. წარმოვადგინეთ ეს დოკუმენტი ახლა სამხარაულის ექსპერტის 10 კაცი მუშაობს და ჩვენ ბედნიერები ვართ რომ დაგვირეკესო შენობა უკვე 4 ჯერ შევამოწოთ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ხალხთან და ახალგაზრდებთან და ჩვენ ამ დოკუმენტს წარმოვადგინეთ იმიტომ რომ მე ჩემი მოთხოვნაც იყო რომ ჩვენ ხელშეკრულებას არ მოვაწერთ დღეს თუ ეს დოკუმენტი არ იქნა და ამ ხვალამდე ეს დოკუმენტი შემოწმებული კი იყო ყველა მაშინაც იყო ეს არსებობს მაგრამ ჩვენ ყველაფერი აქვს მერიას და მერიას კონდა ეს ყველაფერი არის კი გასვლა და შეამოწმა თვითონ კონობას პროდიუსერმა და ნიდერლანდებიდან იყვნენ ჩამოსული ჯგუფი
თუ რატომ გადაეცემა კულტურის პალატას აღნიშნული შენობა, ამაზე ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შენობა რამდენჯერმე გავიდა აუქციონზე, თუმცა მისი შესყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა. ამასთან გიორგობიანის განმარტებით თუ კი ვინმე მერიას უკეთეს წინადადებას შესთავაზებს ადგილობრივი თვითმმართველობა კულტურის პალატასთან დადებულ 2 წლიან ხელშეკრულებას ნებისმიერ დროს გაწყვეტს. შეგახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული ქუთაისი არენა 8 მარტს სტეფანესა და ბერლინიდან სპეციალურ სტუმარს უმასპინძლებს. ორგანიზატორების განმარტებით უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია. ეს ქარხანა სახში ღვარნი მაქვს. ჩვენ მოვითხოვეთ და დავაფიქსიროთ არც ერთ თეთრს. კულტურის პალატა ბიუჯეტიდან არ მოითხოვს და არც მოგვითხოვიათ. მოგვეცით საშუალება ქალაქ ქუთაისს ვაჩუქოთ ქუთაისიარენა და ჩამოვიყვანოთ ცნობილი მსოფლიო დონის ვარსკვლავები. თქვენ იცით 2 მაისს ქუთაისში ვინ ჩამოვა, მე ვერ ვიტყვი ამას, რომელიც არ ყოფილა საქართველოში არსად. ეს არის მსოფლიოში აღიარებული ყველაზე მაგარი მაპატიეთ ამ სიტყვისთვის ჯგუფი.